მწვანე და აგრო სტიპენდიანტების დაჯილდოების ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და პროფესიული განვითარების გზაზე წარმატებები უსურვა. მისი ინფორმაციით, დღევანდელ სწრაფად ცვლილებად გარემოში მსოფლიო ერთდროულად აწყდება კლიმატის ცვლილების, გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და სასურსათო უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების გაძლიერება. პროფესიონალი და კვალიფიციური კადრები არის ფაქტობრივად წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდა საფუძველი. აქედან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ იყვნენ კვალიფიციური კადრები თითოეულ მიმართულებაში, თითოეულ დარგში, განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით, აგრეთვე აგრარული მიმართულებით არსებობს კვალიფიციური კადრები, რომლის წინაშე სამწუხაროდ ხდებათ გამოწვევის წინაშე, ზუსტად ამიტომ ის პროგრამები, რომელსაც ჩვენი სამინისტროს ფორმატში ვახორციელებთ, არის მნიშვნელოვანი, რათა ხელი შეუწყოს და წაახალისოს დეფიციტურ კადრებს, შესაძლებლობა ჰქონდეთ ახალგაზრდებს, რომ მაქსიმალურად წაახალისონ და მიიღონ მონაწილეობა, მიიღონ განათლება შესაბამისად და ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეიქმნას ახალი თაობის ახალი ბაზა, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის იმ პროფესიული მიმართულებებით, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკმაოდ დეფიციტურად გვაქვს. მეოთხე წელია უკვე ჩვენ რაც იშვიათი პროფესიების ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში ვუზრუნველყოფთ აგრო და გარემოს დაცვის სტიპენდიებით დაჯილდოებას იმ ადამიანების, რომლებსაც ნამდვილად ძალიან დიდი წვლილი აქვთ, როგორც აგრარული და გარემოს დაცვითი განათლების გავრცელების, ასევე იმ სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების, რომლებმაც თავისი გარკვეული წვლილი უკვე შეიტანეს. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება ზოგადად აგრარული მეურნეობის განვითარების კუთხით და ამ ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა უამრავი მიმართულება, სადაც ჩვენი ქვეყანა განიცდის მწვავე დეფიციტს საკადრო მიმართულებებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების გამართვა და ჩვენი ახალგაზრდების წახალისება, რათა უკვე მომავალში უპასუხოთ იმ გამოწვევებს და თანამედროვე ცოდნას, რაც ჭირდება სოფლის მეურნეობის განვითარებაში.